ელექტროენერგიის ბაზარზე მიმდინარე პროცესები და ფასების ფორმირება. რა როლი აქვს ამ პროცესში ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს, კომპანიის როლზე და სამომავლო გეგმებზე? ამ მნიშვნელოვან საკითხებზე ვისაუბრებთ ენერგეტიკის რუბრიკაში კომპანიის გენერალურ დირექტორთან თორნიკე ყაზარაშვილთან ერთად. პირველ რიგში მოგესალმებით თორნიკე, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს მაყურებელს და მოგილოცავთ გიორგობის დღესასწაულის ყველას. დიდი მადლობა, მეც გიერთვებით. თორნიკე, დავიწყოთ უბრალოდ თქვენ კომპანიაზე საუბრით. ჩვენი მაყურებლისთვის შესაძლებელია, რომ ნაკლები ინფორმაცია იყოს ცნობილი ესკოს შესახებ, რომელიც საკვანძო კომპანია ზოგადად ამ სექტორში. უფრო მეტი რო გითხრათ თქვენს კომპანიაზე, ძირითადად რა ბაზარზე ოპერირებთ და ვინ არიან თქვენი პარტნიორები და მომხმარებლები? Ეთილი მოგახსენებთ, ენერგოენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი ესკო არის ერთ-ერთი ბაზრის ოპერატორი, სახელმწიფო კომპანია, რომლის ძირითადი ფუნქციები მოქმედი კანონმდებლობით და ბაზრის წესებით განსაზღვრული არის ის, რომ ის ოპერირებს სავითუმო ბაზარზე. სავითუმო ბაზარზე ოპერირება ჩვენი კუთხით ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვაჭრობთ საბალანსო ელექტროენერგიით და გარანტირებული სიმძლავრით, ასევე ვართ ჩართულები იმპორტის და ექსპორტის პროცედურებში, ადმინისტრაციული და ფინანსური კუთხით, ასევე ჩვენ მიერ ხდება ელექტროენერგიის ნასყიდობის პირდაპირი ხელშეკრულებების რეგისტრაცია და გაფორმება. ამასთანავე ჩვენი ასე ვთქვათ ტექნიკური ჯგუფი არის ჩართული აღრიცხვის კვანძების შემოწმებასა და მონიტორინგში და ამასთანავე ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია, რომელიც გააჩნია ჩვენს კომპანიას, არის ანგარიშწორების ერთ-ერთი გარანტორი სახელმწიფოს მხრიდან. ჩვენი მეშვეობით ხდება ბაზარზე მომხმარებელს და გენერატორებისგან ასე ვთქვათ შეზღუდული და გასაყიდი ელექტროენერგიის კუთხით ანგარიშწორების წარმოება. ამასთანავე ერთ-ერთი მთავარი რომელი, რომელიც სახელმწიფომ დააკისრა ჩვენს კომპანიას არის ის, რომ ახალი ენერგიის, ახალი ობიექტების მშენებლობის ხელშეწყობის კუთხით სახელმწიფოს სხვადასხვა ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმები, როგორიც არის გარანტირებული შეზღუდვის ხელშეკრულება და ფასდაშორის სხვაობის ხელშეკრულება, ჩვენ წარმოვადგენთ სახელმწიფოს ხარეს, რომელიც ვართ ამ კუთხით ფინანსური გარანტორი იმ გენერატორებისთვის, რომლებიც გადაწყვეტენ ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა გენერაციის ობიექტების მშენებლობას, რა თქმა უნდა, ეს იგულისხმება ელექტროსადგურებს. გარდა ამისა, ჩვენი როლი არის გამორჩეული კიდევ იმ კუთხით, რომ ძირითადად ჩვენ ვართ, ასე ვთქვათ, ფინანსური ბალანსი ამ ელექტროენერგეტიკული სექტორის შესაბამისად, ჩვენს ხელში ხდება არაერთი ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც შეეხება კვლავინდებურად ელექტროენერგიით ვაჭრობას და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შეიძლება უკვე აისახება იმ ბაზის მონაწილეებზე, რომლებიც არიან ჩვენი პირდაპირი მომხმარებლები, ძირითადად ეს არიან მსხვილი საწარმოები და მეორე მხარეს კიდევ ყავს გენერატორები, რომლებიც ეს არიან ელექტროენერგიის მწარმოებელი კომპანიები. არის ყოველდღიურ რეჟიმში უწყვეტი მომარაგებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი გაქვთ. თქვენ ძალიან ბევრ მიმართულებაზე საუბრობთ, აი ყოველდღიურად სისტემის სტაბილურობისთვის. ხო ვერ გამოკვეთავდით მაინც დამატებით რა როლი აქვს ესკოს? კი ბატონო, ზოგადად ელექტროენერგეტიკული სისტემის სტაბილურობისთვის არის ორი ფაქტორი, ხო, ნიშნავს ერთი ტექნიკური სტაბილურობა, ტექნიკური უზრუნველყოფა, რომელსაც ახორციელებს სისტემის ოპერატორი, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა და რა თქმა უნდა, მეორე ნაწილი ამის, რომელიც არის კომერცია, ამ კომერციული უზრუნველყოფა ამ ყველაფრის. ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა, რა თქმა უნდა, მოიცავს იმას, რომ ხდება ამ პირდაპირი ხელშეკრულებების თუ ახალი მონაწილეების კვალიფიციური საწარმოებად რეგისტრაცია ჩვენი ელექტრონული პორტალის მეშვეობით, რომელიც 2024 წლიდან უკვე გაციფრულდა და ეს უფრო ასე ვთქვათ გამარტივებული საშუალება მივაწოდეთ ჩვენ ყველა დაინტერესებულ მხარეს მომავალ მონაწილეებს, რომ გამარტივებულად მოახდინოს სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულებების თუ ზოგადად მიმართულებების რეგისტრაცია. ამასთანავე, როგორც ვახსენეთ, აღრიცხვის მონიტორინგი, რომელიც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ხშირად ხდება ახალი ობიექტების, ასე ვთქვათ, შემოწმება და ასე ვთქვათ, სატესტო რეჟიმში დაშვების კუთხით აღრიცხვის კვანძების შემოწმება, შემდგომში უკვე ეს გეგმიურად თუ არაგეგმიური პრინციპებით. და ყოველდღიურად ფაქტიურად იმპორტ და ექსპორტაც რომ მიუბრუნოთ იმპორტ და ექსპორტში ტექნიკურ ნაწილში, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვართ ჩართულები, მაგრამ ჩვენ ვართ ჩართულები ამ ყველაფრის, ასე ვთქვათ, ადმინისტრირებაში, როგორც არის ხელშეკრულების გაფორმება, კონტრაგენტების მოძიება, შესაძლებელი პირობების შეთანხმება, ხელშეკრულების მომზადება, ამის უკვე შემდეგი მონიტორინგი და ეს ყველაფერი ინფორმაცია, ასე ვთქვათ, საანგარიშო თვეში რომ დასრულდება, მიღებულ ინფორმაციების საფუძველზე ანგარიშწორების წარმოება. ანუ ისე არ შეიძლება ითქვას, რომ პირობითად ჩვენი საქმე მოიცავს თვეში რამოდენიმე დღეს. ანუ ეს ყოველდღიურ რეჟიმში ხდება ყველაფრის გადამოწმება, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხდება იმ კვალიფიციური გუნდის მიერ, რომელიც უკვე 20 წელიწადი არის ჩვენს კომპანიაში. ჩვენი კომპანია არსებობს და მიმდინარე წელს 1 სექტემბერს, ასე ვთქვათ, იუბილეც გვაქვს 20 წლის იუბილე და რის ხალხი, რომელიც ამ წლების განმავლობაში მოყვება ამ კომპანიას და არაერთ სხვადასხვა
მიმართულებებში იყო ჩართული, მათ შორის თუნდაც შეგვიძლია ვისაუბროთ ენერგეტიკული ბაზრის რეფორმების ნაწილში ესკოს როლი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, იმიტომ როგორც გითხარით, ჩვენ ვართ ბაზრის ოპერატორი და როგორც სხვა ქვეყნებში ტექნიკურთან ერთად ეს ბაზრის ოპერატორების როლი მთლიანად სისტემაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, ჩვენ საქართველოს ეკონომიკის და დონორული განვითარების სამინისტროსთან ერთად, რომელიც არის ენერგეტიკაში პოლიტიკის გამტარებელი, მუშაობთ დირექტივებთან დაკავშირებულ და რეფორმებთან დაკავშირებულ საკითხებზე, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში და ჩვენი გამოცდილების ფარგლებში, რაც შეგვიძლია რომ გავაზიაროთ და ასე ვთქვათ, ყოველდღიური სხვადასხვა რუტინული და არარუტინული სამუშაოებით საკმაოდ ბევრი გვაქვს. თონიკე, ელექტროენერგიის საბალანსო ფასს მინდა შევეხო. პირველ რიგში რომ განმარტოთ რა ფაქტორები უზრუნველყოფს ფასის ფორმირებას და ბოლო 5 წელი, ასე ვთქვათ, სტატისტიკა რო ავიღოთ. პროცენტულად ეს როგორ შეიცვალა, რა შეგიძლიათ ამაზე ვთქვათ? კი ბატონო, სანამ ფასზე გადავართ, მოდი ჯერ ვისაუბროთ ზოგადად საბალანსო ელექტროენერგიის სკალათა როგორ დგება. მოდი მარტივად რო ავხსნათ, რა ხდება, ესე იგი, რა არის საბალანსო ელექტროენერგიის სკალათი. მოდი ვთქვათ, რომ პირობითად დასრულდა აპრილის თვე, ხო, ანუ საანგარიშო თვე არის აპრილის თვე. როგორ ხდება კალათის ფორმება? ანუ აპრილის თვეში იყო პირობითად რაღაცა რაოდენობა მოხმარება, იმის შესატყვისი უნდა იყოს გენერაცია, ხო? ეს გენერაცია ყოფილდება როგორ? ან შიდა რესურსებით და თუ შიდა რესურსები არ არის საკმარისი, მაშინ ასე ვთქვათ, გარე რესურსებით, როგორც არის იმპორტირებული ელექტროენერგია. მოდი პირობითად ვთქვათ, რომ ამ შემთხვევაში არ გვაქვს პირადად იმპორტი ელექტროენერგია და მთლიანად შიდა რესურსები აკმაყოფილებს მოხმარებას. ეხლა გამოვიდა პირობითად რაღაცა რიცხვი, ხო? პირობითად ავიღოთ 100 ერთეული. ამ 100 ერთეულს აკლდება ის ნავაჭრი მოცულობები კვალიფიციური საწარმოების მიერ, რომელიც ივაჭრებოდა ენერგეტიკულ ბირჟაზე. მოგეხსენებათ, რომ ჩვენთან ნებაყოფლობითი ენერგეტიკული ბირჟაზე ვაჭრობა, როგორც მომხმარებელთა მიმწოდებლების კუთხითაც და შესაბამისად ეს მოცულობა, რომელიც ბირჟის მეშვეობით იქნა ნავაჭრი, გამოაკდება იმ მთლიან მოცულობას, რაც ქვეყანაში იქნა მოხმარებული და გენერირებული ან შევსებული გენერაციის კუთხიდან, ხო? ამას ასევე გამოაკდება ის ელექტროენერგია, რომელიც პირდაპირ ხელშეკრულებით, ასე ვთქვათ, კერძო პირებმა ერთმანეთთან ფორმას ხელშეკრულება და იმ პირდაპირ ხელშეკრულებით განსაზღვრული მოცულობები რაც ივაჭრებს, გამოაკდება ეს მოცულობებიც. შესაბამისად გამოვიდა უკვე საბალანსო ელექტროენერგიის მოცულობა, რომელთაც უკვე საბითო ვაჭრობაში ესკო ვაჭრობს პირდაპირ მომხმარებელთან, ხო? ეხლა როგორ ხდება ამის ფასის ფორმირება? აი ხომ თქვით, რომ ესკო არის ერთ-ერთი მხარე სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც უზრუნველყოფს ამ გარანტირებული ხელშეკრულებებით, ელექტროენერგიის ხელშეკრულებებით და ფასდაშორის სხვაობის ხელშეკრულებებით ელექტროენერგიის შეწყდას გენერატორებისგან. რა თქმა უნდა, ეს ფასები, რაც არის განსაზღვრული მთავრობით და კომპანიებს შორის მოლაპარაკების შედეგად, ეს ფასები თითოეული ამ გენერატორისთვის, რომელმაც გამოიმუშავა კონკრეტულ საანგარიშო თვეში, ეს ფასები შემოდის ამ ჩვენს კალათაში. პირობითად თუ იყო იმპორტის ღირებულებაც, რა თქმა უნდა, შემოვა ამ ჩვენს კალათაში. და ასე ვთქვათ, საშუალო შეწონილი ფასით განისაზღვრება ერთი, ასე ვთქვათ, შესყიდული გენერირებული კილოვატ-საათის ღირებულება, რომელიც ესკოს შემთხვევაში ეს არის ასევე გასაკეთებული ელექტროენერგიის ფასი. კანონის თანახმად ესკოს არ აქვს უფლება, რომ შესყიდულ ელექტროენერგიაზე მოახდინოს ფასდამატი, ანუ ასე ვთქვათ, მარჟა დაადოს და ერთ-ერთი პირობითად რაც დადგება საშუალო შეწონილი ფასი შესყიდულის გარის გასაკეთებული ფასი, ასე ვთქვათ, ისევე იმ მომხმარებლებს, რომლებიც არიან საბითო მოვაჭრობაში ჩართულები. ზოგადად რო შევხედოთ ჩვენი წილი საბითო მოვაჭრობაში ესკოს მიერ ასე ვთქვათ ნავაჭრი მოცულობა წლების განმავლობაში დაახლოებით მერყეობს 16-დან 30%-მდე, ანუ ჩვენი წილი მთლიანად საბითო ვაჭრობაში, ასე რომ ვთქვათ, დანარჩენები მიდის როგორც გითხარით, ამ ჩვენი ბირჟის მეშვეობით და პირდაპირ კონტრაქტებით. რაც შეეხება სტატისტიკებს, ესე კონკრეტულად რო ვთქვათ, რომ ყოველი რაღაცა, ხო, აი ნახეთ როგორი რაღაცა არის, ანუ ესაც ასევე დამოკიდებულია იმ წლის შიდა გენერაციის სეზონურობაზე, ხო? ის გვალვიანი წელი იყო, შეიძლება არ იყო გვალვიანი წელი, ანუ მეტი გენერაცია იყო, აქ თუ მეტი გენერაციის შემოტანა დამჭირდა მე სხვა ქვეყნებიდან. ამიტომ სხვადასხვა პერიოდებში ეს ფასები ასე ვთქვათ მერყეობს. მაგალითად რო ვთქვათ, რომ აი უცებრად გამახსენდა 23 წელი 22 წელთან შედარებით იყო საშუალო წლიური ფასი 31%-ით ნაკლები. იმიტომ რომ ის 22 წელი იყო შედარებით ცუდი ენერგეტიკული წელიწადი, ასე რომ ვთქვათ, ნაკლები წყალი იყო და შესაბამისად შიდა გენერაცია არ ყოფილა დამატებით გარე რესურსებზე ვიყავით ჩართული, მაგრამ 2023 წელი უფრო კარგი გენერაცია იყო, უფრო მეტი ასე ვთქვათ გამომუშავება ჰქონდა შედარებით იაფიანი ელექტროენერგიისა და ეს დამიქსურა
წარსული უკვე რაც იქნება ამ ჩვენს კალათაში გამოვიდა უფრო ნაკლები. აი 24 წელი პირობითად უფრო ცოტა ზრდა იყო დაახლოებით 15%-იანი დაიყო საშუალო სეზონურობა რა თქმა უნდა მოქმედეს, იმიტომ რომ ეს სეზონურობა ზოგადად ყველგან მოქმედეს, იმიტომ რომ ესეთი ქვეყნები როგორც საქართველოა, ჰიდრო რესურსები გვაქვს ჩვენ და ჰიდრო რესურსები როდის გვაქვს, როდესაც უფრო კარგი ამინდები გამოიცხება გაზაფხულის პერიოდში, ზაფხულის შუა რიცხვებში, მე რა შეგვიძლია თქვა თოლიო დადნება და აღარ იქნება ფიზიკურად მარაგი, შესაბამისად ჩვენს ელექტროსადგურის ჰესებშიც აღარ არის ელექტროენერგია და ამიტომ ზამთარში გვაქვს დეფიციტი სამწუხაროდ ჯერჯერობით ამ დრომდე ესე მოვდივართ. ფასებით შესაბამისად ესე სეზონურობიდან გამომდინარე მერყეობს. თქვენ გაციფროლება ახსენეთ და თქვენი კომპანიის სამომავლო გეგმებზე მინდა გკითხოთ განსაკუთრებით აი ახალი გაციფროლების ნაწილში. იგეგმება თუ არა ახალი საინფორმაციო პორტალი შექმნა ან არსებულის უფრო მეტად დახვეწა რომ მომხმარებლისთვის უფრო ადვილად ხელმისაწვდომი იყოს ინფორმაცია რაც მათ აინტერესებთ. Ჩილი მადლობა. ზოგადად გაციფრულება და დიჯიტალიზაციის კუთხით, ანუ ყოველთვის ესკო ახლა ამ წლების განმავლობაში ყოველთვის ცდილობდა თანამედროვეობას არ ჩამორჩენოდა და ის აპრობირებული პრაქტიკები თუ მეთოდები თუ სისტემები, რომლებიც ჩვენზე შედარებით განვითარებულ ქვეყნებში არის და შეიძლება იმათი გადმოტანა და თქვა დანერგვა და მორგება ჩვენ რეალობაზე, ამას ყოველწლიურად ყოველთვის ესკო ცდილობდა, იმიტომ ეს განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია ვართ ჩვენი ფუნქციებიდან და სიტუაციიდან გამომდინარე. ამ კუთხით ერთი მინდა ვახსენო, რომ 2025 წლის ბოლოს 2 წლიანი შრომის შედეგად მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ჩვენ ავიღეთ ISO სერტიფიკატი 27001, რომელიც შეეხება კიბერუსაფრთხოებას და შეიძლება სიამაყითაც შეგვიძლია თქვა, მოკრძალებული სიამაყით თუ შეიძლება ეგეთ სიტყვა რაღაც გამოვიყენოთ, რომ ჩვენත් ერთ-ერთი ენერგეტიკული კომპანია ჯერჯერობით საქართველოში, რომელიც ფლობს ამ სერტიფიკატს და ეს რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენს სანდოობას, ჩვენს გამჭირვებას და ჩვენს დაცულობას იმ კუთხით, რომ ანუ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ თანამედროვეობას აუყურებთ ფეხი. ჩვენ ახლა ვებგვერდით წლების განმავლობაში არის ერთ-ერთი ძირითადი საინფორმაციო წყარო ნებისმიერი მომხმარებლის იქნება ჩართული ენერგეტიკის სექტორში თუ ზოგადად მოქალაქისთვის უბრალოდ დაინტერესებული მკვლევარიც და ასე შემდეგ ძირითადი პირველი წყარო ინფორმაციისა ეს იქნება მოცულობებთან დაკავშირებით, ფასებთან დაკავშირებით, ავარიულ კონტრაქტებთან დაკავშირებით, სტატისტიკებთან დაკავშირებით, გარანტირებულ სიმძლავრეებთან დაკავშირებით, ყველაფერი ასე თქვა იყრის ჩვენთან ინფორმაცია და ჩვენად პირველი წყარო. რადგან ჩვენ ვართ ეს პირველი წყარო, უფრო გვინდა რომ მეტი დამატებითი სერვისები შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს, როგორიც არის მაგალითად ანალიტიკური, ასე თქვა სხვადასხვა ანგარიშების წარმოება ჩვენი საიტის მეშვეობით. ეხლა მიმდინარეობს ჩვენი საიტის პლატფორმის რებრენდინგი, ცვლილება, სადაც ეს ახალი ფუნქციებიც ჩაეტამატება და რაც შეიძლება მეტად გვინდა რომ ეს დიჯიტალიზაციის კუთხით ისევე როგორც არა მარტო გარემომხმარებელისთვის, ჩვენი შიდა მოხმარებისთვის გარკვეული ტიპის პროცედურებიც მაქსიმალურად გვინდა რა თქმა უნდა გადავიყვანოთ ელექტრონულს. ჩვენ საუბრის დასასრულს გვერდსვერაულით გამოწვევებზე საუბარს. პირველ რიგში მაინტერესებს თქვენ როგორ ხედავთ ელექტროენერგეტიკის ბაზრის განვითარებას უახლოეს წლებში და რა არის როლი, რასაც უნდა გაუმკლავდეს ესკო ამ რეფორმის ფარგლებში. კეთილი, ეს ხო ცოტა ზოგადად ფართო სპექტრიდან განსახილველი საკითხია, არა მარტო ესკოს წრეში ზოგადად ტენდენცია ჩანს, რომ საკმაოდ ენერგეტიკის სექტორზე ძალიან ცოცხალი ორგანოებზე ამას არ უყვარს ერთადერთი გაჩერება და მუდმივად რაღაც ცვლილებები მიმდინარეობს. ამ კუთხით ჩვენ ქვეყანაშიც მიმდინარეობს ცვლილებები, ხა მაგალითად ვიცით რომ მომავალ წლებში საკმაოდ დიდი რაოდენობის გენერაციის ობიექტები უნდა მივიღოთ ჩვენს ქსელში. ეს რამდენადაც კარგი შესაძლებლობა არის, ძალიან დიდი გამოწვევა არის. ხო, ამას უნდა დავახვედროთ ჩვენ დიახი ინფრასტრუქტურა, ჩვენ უნდა დავახვედროთ გამართული ასე თქვათ წესები, გამართულად უნდა იმუშაობდეს საომალოდ ბირჟა. ჩვენი მიზანი არის რომ ასე თქვათ ბაზრების დაკავშირებადობა მოხდეს ჩვენსა და ევროკავშირის ბაზარს შორის და ამ კუთხით შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი არის ერთ-ერთი საშუალება, მაგრამ ეს ისე როგორც ფიზიკურად განსახორციელები, ასევე ამას სხვადასხვა ტიპის რეფორმები, სხვადასხვა ტიპის ახალი სისტემების დანერგვა, ბაზრის მოდელების მოდიფიცირება და ბევრი რიგი საკითხები არის გასავლელი, რომელშიც არა მარტო სახელმწიფო კომპანიების ვალდებულება, ეს რა თქმა უნდა ამ სექტორში ვინც არის მონაწილე, ეს მომხმარებლის გენერატორი იქნება, დიახ, აუცილებლად ყველა უნდა იყოს ამაში ჩართული და ეს კოორდინირებულად და ერთდროულად უნდა ვახერხებთ ამ ყველაფერს და ჩვენც ესკო როგორც ეს ჩართულები ვიყავით აქამდეც იმ განვითარებაში, რომელიც აქამდე მოიტანა ჩვენი ენერგეტიკა და კიდევ 20 და უფრო მეტი წელი ვაპირებთ, რომ საკმაოდ წარმატებით ვიოპერიროთ და გავაგრძელოთ ამ კითხვის ჩართულობა, მაქსიმალურად მზად ვართ ჩვენ ნებისმიერ ნაწილს ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში და იმ დაგროვებული დიდი ცოდნით, რომელიც ამ კომპანიაში არის, რა თქმა უნდა, მოვახდინოთ ამ ზოგადი ენერგეტიკული პოლიტიკისა და ენერგეტიკის განვითარების ხედვებში ჩვენი აქტიური როლის, ვთქვათ, განხორციელება. ძალიან დიდი მადლობა თორნიკე, მე გისურვებთ წარმატებებს. მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმარი იყო ესკოს გენერალური დირექტორი თორნიკე ყაზარაშვილი.